რუსთავის სპორტის სასახლე ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურს უმასპინძლებს 18 წლამდელ გოგონათა შორის. საქართველოს გოგონათა ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას დღეს 19 საათზე გამართავს ავსტრიის ნაკრებთან, დღის 4 საათზე კი რუსთავის სპორტის სასახლე გერმანიის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებს უმასპინძლებს. 28-29 მარტს 18 წლამდელ გოგონათა ეროვნული ნაკრები რუსთავის სპორტის სასახლის დარბაზში გერმანიის და საფრანგეთის ნაკრებებსაც დაუპირისპირდება. ყველა შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. ქალაქ რუსთავის სპორტის სასახლე უკვე მესამედ მასპინძლობს ევროტურნირებს, კონკრეტულად 18 წლამდე გოგონათა ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს. მოხარულები ვართ, რომ ვართ მასპინძლის რანგში. ტარდება მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მეორე ეტაპი, სადაც მონაწილეობას ღებულობენ ფრანგები, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები, გერმანიის და ავსტრიის ეროვნული ნაკრებები, სადაც მასპინძელი არის საქართველო და ისევ მასპინძლობს ჩვენი ეროვნული ნაკრები. იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ფრენბურთის ფედერაციისთვის მით უმეტეს მონაწილეობის მიღება, რომ ვიმედოვნებთ და მჯერა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ვითამაშებთ.